Čiutkabeļo, sakoļebo, tak bundis. Ahli, blogit, უკვე. დიდი ხანია ბლოგი არ გადამიღია, მაგრამ ამას თავის მიზეზი ქონდა. ცოტა არ იყო ჯანმრთელობაზე დამეხა. ზუბუქად, ისეთი არაფერი სერიოზული. ხო და ამიტომ ეს დღები ვერ ვიღებდი. ვერაფერს, საინტერესო მომხდარა თავი რომ გავიმართლო. ხო და ეხლა სამაგერად ჯანსაღად ვარ, კარგად ვარ. სიყვარულო. ხო და ამიტომ დაგიბრუნდით. უკვე ჩვენ დავიწყეთ აღდგომოთ მზადილი. მზადილი შემთხვევით არ მithქვა სპეციალურად თქვი. ზოგჯერ ეგეთ რაღაცებს მომხდარა რა სიტყვებს იგონებ. მოკლედ, ხო და დღეს იყო ბებიატასული მაღაზიებში რაღაცები იყიდა. მე დაგათვალიერებდი თუ ამრავი კვარცხი იყიდა რაც ყველაზე მთავარია. ხო, კიდევ რა. ანუ მეც უნდა დავსულიყავი ამ დილით, მაგრამ მე გადავიფიქრე და არ წავყევი და გეტყვით ეხლა რატო არ წავყევი. გუშინ შეთანხმებულები ვიყავით, რომ ერთად წავიდოდით ქალაქში, რაღაცებთან გადავიღებდი ვლოგისთვის თან ქალაქში ისეთი ამბები იქნებოდა ეხლა საღამოდ, მინდოდა კარგი ვიდეოს გადაღება. ამ დილით 7 საათზე ბებიაჩემ ამაყენა, გამაღვიძა და მე ვუდგა რომ ქალაქში აღარ მივდივარო, აქ რომ გავიდეთ მაღაზიაში. მე მაგის ჩიტი ვიყავი. ანუ ჯერ ხო ნერვი მომეშალა, თან დილით ყოველთვის უთხაზიეზე ვარ ხოლმე და თან კიდე ეს რომ მითხრა რომ აღარ მივდივართო. მე კიდე უკვე მოფიქრებული მქონდა რა უნდა ჩამეცვა, როგორი ვიდეო უნდა გადამეღო. ხო და საერთოდ აღარ გავყევი. და გავუშვარდო. წავიდა მარტო და იმგონჭდა გავუხარდა კიდეც მარტო რომ მოუწია და იმიტომ რომ ჩემთან ერთად რო წასულიყო ის ფული საერთოდ არ მოყვებოდა, რაც სახში მოყვა. იმიტომ რომ ყველაფერს დაახარჯინებდა. ხო და დავახარჯინებდი. ხო და გადარჩა, მაგრამ ვერ გადარჩა, იმიტომ რომ ხალხზე მაინც წავალთ. მაინც. თან დეიდა ჩემიც მოდის, ნამთხრები და მომიტანო, ვაიმე, ფოტო გამომიგზავნა ნამთხრების რეები გამომიცხო. იმიტომ რომ მე ხო ცხოვრება არ ვიცი. ბებიაჩემაც არა, დედაჩემ აიცი დედაჩემს და დედაჩემს აქ თან გაიხელი. ხო და დედაჩემ ყოველ წელს აცხობს და მოაქვს ჩემთვის აღდგომაზე გინდა თუ ახალ წელზე გინდა თუ დაბადების დღეზე გინდა. ხო და პასკაც მეთქი პასკაც მინდა თქო და პასკასაც აცხობს. მაგრამ ხვალ პასკას არ მომიტანს, იმიტომ რომ პასკას და გვიან აცხობს. ხო და მაგრამ პასკაც შეპირებულია. ასე რომ პასკაც მექნება. მე არ მიყვარს ნაყიდი პასკა, იმიტომ რომ დედაჩემი რო აცხობს პასკას. ეგეთი არც ერთი ნაყიდი პასკა არ არის, ნაყიდ პასკას ან რაღაცა უცნაურ სუნელს უშვებიან, რომელიც მე ვერ ვიტან, ან რაღაცას აკლებენ, რასაც ასევე ვერ ვიტან, ამიტომ მიჩვენია რომ გამომიცხონ და მომიტანონ. პასკა ისე მიყვარს, რომ ძალიან ბევრნაირი პასკა აქვს მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაყიდი და ნაჭამი, მაგრამ არც ერთი არ მომწონებია, ისე როგორც სახში გამოცხარი. ხო და მაინც თქვენ თუ გაქვთ რეკომენდაცია თუ რომელი პასკა ყველაზე კარგი ნაყიდებს შორის, მაინც დამიწერეთ და შეიძლება ვიყიდო. შეიძლება ვიყიდო. იმიტომ რომ რაღაცა დღეს კვერცხები იყიდა ბებიაჩემ ძალიან ბევრი საღამოდ. რო ისა რა ქვია შევღებოთ, მაგრამ იმდენი იყიდა რომ მთელი რა არის ბობი? გული გამისკდა, მაგრამ ისე გამოიქცა, მეთქი რაღაცა მოსდევ. დამშვიდი. ხო და ხო რაც გეუბნებოდით და მთელი ბატალიონისთვის ვაპირებთ ამ კვერცხების შეღებას თუ რა მოქმედება არ ვიცი, მე ძალიან ბევრი კვერცხი მოიტანა. ხო და არ ვიცი რატო. კიდევ საღებავები არ უყიდია, იმიტომ რომ მე უნდა ავარჩიე ხა მე თუ კიდე კაი არ იყიდა, იმიტომ რომ მე თუ არ ავარჩიე და მე თუ არ გადავწყვიტე ის როგორ იქნება ეგ ამბავი. და ესეთი ამბები შემოკარგებო. საინტერესო მალე გითხრათ ისეთი არაფერი არ მომხდარა, რომ გაგიზიაროთ არაფერი. უბრალოდ აი როგორც ხედავთ ყოველ დღე უფრო ესეთი გაზაფხული თუ ზაფხული მოდის და უფრო და უფრო აი მე ვგიჟდები, აი ამ პერიოდზე უბრალოდ უყვართ ყველაფერი წვანდება, აი უბრალოდ შეხედეთ რამდენი მწვანეა ირგული. მოკლედ ეს ყვავილები ულამაზესი ჩემთვის არ მოურთმევიათ ეს. მოკლედ დღეს აქ დაბადების დღე ჩვენს მეზობელს. ხო და თავისმა რძალმა გავკეთეს საჩუქარის ვარდები, კიდე მეცე გეჩვენებთ ტორტიც არის ჩვენთან დამალეს, მოკლედ რო არ ენახა. კიდევ არის ეს ტორტი მარწყვის.
ულამაზესი ესეთი რაღაცა და სანთლები აღვნა ასეთ წაიღეს არ ვიცი მოკლედ ჩვენთან მალავენ რომ მაგრამ ღამის 12 საათზე მივულოცონ დაბადების დღე. შეხედეთ ანუ ამდენი სიმწვანე სადმე თუ გინახავთ ერთი წუთით. ყველგან შეხედეთ უბრალოდ რა სილამაზეა. არ ვიცი. შენ რა სიტყვი? გაქვს რამე კომენტარი? ამას თვას ვივარცხნი და უკან დამიდგა და შემთხვევით ეს სავარცხელი მოხვდა ცხუში და ესე უკან გავდა თვით. კი აღწერილი დაიწყო ვერ ბოდიში მომხადე არ ვიცოდი უკან რომ ედგათ ხო არ მოხდებოდა შემთხვევით მოხდა ნამდვილად. ისეთი საყვარელია ჩემი ძაღლი რომ აი არ ვიცი. გიშდები ჩემ ცხოველებზე. ხო აქ ესენი გაიზარდნენ. ნახეთ როგორ გარბის. აქ ესენი გაიზარდნენ. კიტრები, როგორც ხედავთ, ბებიას კიტრები. აქეთ ვაიმეთი და კიდევ დავტოვე ამაზე ხან. ვერ გადავრჩი. აქეთ არის ეს ლობიოა. ვიცი რომ ლობიოა, ეს არის კვახი, მაგრამ ჯერ პატარებია, ხო კვახია. აქ კიდე რაღაცები მაჯრა რა მოსულა. როგორც ხედავთ, თუ ეს არის კვახი. Forever, რაც არის. ხო, ესთია, ყველაფერი აქ. ხედეთ, როგორი ფერადი საღდგო მოყვარცხები გვაქვს ბოდიში. ხმა თუ გესმით, საერთოდ ხმაქან არ იცავს. ნახეთ. Look. საერთოდ ჩვენი ხო არ დაულეწო. საღდგო მოყვარცხები უფრო მეტი იყო თუ ეხა აქ. მარტო ეს თავს. კიდე გვაქვს ჭანტილა. ეს არის პურის კაკალი მოხარშული, ეს შეკმაზოს ბებო. ნახევრად მოხარშულია. უნდა შეკმაზოს შაქარს და რაღაცებს უმატებენ. ამას ზოგადად სასაფლაოზე მიაქვთ, მიცე გავ. ასე გამოიყურება ეს პურის კაკალი. ეს ზოგადად სასაფლაოზე მიაქვთ ჩვენთან, მაგრამ მე ძალიან მიყვარდა სახლში უფრო მეწყიდულობს ბებია. რომ სახლში დატოვოს, იმიტომ რომ მე ვჭამ ამას, აი ძალიან მიყვარს. და შემიძლია ენ რაოდენობით ვჭამ, ძალიან გემრიელია. თორე ისე სასაფლაოზე და საღებად უნდათ ხოლმე სასაფლაოზე მიაქვთ. ბები ამ დღეს კიდე თავში ახალი ბლენდერი, აი ესეთი, ეს არის ძველი გაუფუჭდა, აი ეს ქონდა თეთრი და ეს გაფუჭდა და დღეს იყიდა, აი ეს ხა ამოვიღებთ, მაგრამ გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება სულით ახალი ბლენდერი ჩვენი დღეშიც მე დამომწონს. LG-ის ყოფილა მე დიდად ხა ამას არ გამოვიყენებ, ნუ შიგნით კიდე თავის არის ყავის საფქვავიო და ეგ შეიძლება დავტესტოთ, მაგრამ ისე ყავა ესე არასდროს ჩვენ არ დაგვიფქვია, მაგრამ ბები ამ თქო გავაკეთოთ და ნახოთ. ბებო, რა მიეცი ამაში? რაში? ამას ბლენდერში. ასე არის მოგარობა თათია თუ თანაფარია ყველა ქორჩენკია ვიჩილაძე აზია და 4 დოლარი. და უკულ ხო ეგი ბაღანა ხო ენა. ო. მე დინარუ. მოკლედ 100 ლარი ღირდაო, მაგრამ რადგან აღდგომაა ფასდაკლებით მიყიდეს 90 ლარად. ხო, ფასდაკლებით მიყიდეს. ესეთი. ლაპარაკობდა, მაგრამ ბებიაჩი მეგრულად ლაპარაკობდა, ნუ ხსნიდა როგორ დაუკლეს ფასი ამაზე, მაგრამ ვერ ეგებდით, იმიტომ რომ მეგრული უმეტესობა არის და ამიტომ გადაგითარგმნით მოკლედ, რომ მეზობელს მაღაზიაში იყო და ეგ რო დაინახა ეს ბლენდერი, გადაწყვიტა რომ ეყიდა და 100 ლარი უთხრა გამყიდველმა, მაგრამ ფასი დაუკლო, იმიტომ რომ აღდგომა არის და აღდგომის პერიოდში მოკლედ ფასდაკლებით მოკიდიო უთხრა. ჩავდოჩი სიტყვასრე. ვიცი, ცხოველთა დაპოვებს. ნახეთ რა ნამცხვები მოიტანა დეიდა ჩემო. ოხ, ბაბუა მადლობა. ეს გემრიელი სინამცხვარი. ეხლა სოფლიო ჩემპიონატი თუ რაღაცაა, ევროპის ჩემპიონატი. ნახეთ რა კაია. იქ არა, ამითო და მასერი თაფსკებული. კია. მოკლედ დეიდა ჩემიც მოვიდა, ნამცხვები მოგვიტანა, როგორც ნახავდით. თმრადული მაწული მაქვს. არ შემჩნიოთ, მოკლედ. გურიკას ველოდებოდი, მაგრამ გურიკა არ მოვიდა, იმიტომ რომ რაღაც ფეხბურთებია. ფეხბურთებში გამცვალა, მაგრამ არა მარტო ფეხბურთებში, იმიტომ ახლა ლუკაც ჩამოდის და ლუკას რო ჩამოდის, ალბათ უფრო მაგიტომ აღარ წამოვიდა და სტუმრებით ეყოლებათ. ხა და ესეთი ამბები. ჩვენ ვემზადებით საღდგომოდ. ხალ დაიდება ძალიან საინტერესო ვიდეო,
თუ არა ხვალ თუ მოვასწარი, იმიტომ რომ ხვალ გადავიღო და ხვალ ვეღარ მოვასწრებ მე მგონი დამონტაჟებას და შეიძლება ზეგ დაიდოს, მაგრამ ეგ არაფერი, ამიტომ რომ არ გამოგრჩეთ, აუცილებლად შემოწმეთ ხოლმე ჩემი არხი და აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ეს ვიდეოები არ გამოგრჩეს საღდგომო, იმიტომ რომ ხედით, რომ ამ დღეს ასწავლებზე მე ცოტა I'm a little bit crazy. მე ცოტათი გიჟი ვარ. ხა და ძალიან ისე მემზადები ხოლმე, ამიტომ აუცილებლად უყურეთ და დარჩით ჩემთან. მართლა რომ გითხრათ ეს დღეები ახალი არაფერი არ მიყიდია, ერთადერთი ახალი პროდუქტიც დავტესტე. გაჩვენებთ მაგას ახლა. ეს არ მიყიდია მე, ეს ჩემმა დაქალმა ჩავმიტანა და აი ძალიან მომეწონა. ჯერ აქ ძალიან მაგარი სუნი და მე ძალიან სწრაფად იტოვს კანი, ეს არის ტანის მშრალი ზეთი. ტანის მშრალი ზეთი და ისეთი მაგარი სუნი აქვს. ისეთი კარგი რაღაცა ყოფილა. ეხლა ხან დავიწყე ამის გამოყენება, აქამდე სულ ტანის კრემებს ვიყენებდი და აი ტანის კრემზე ბევრად სწრაფად შრება და აქვს ისეთი კარგი სუნი, რომ აი რა გითხრათ, რა სუნა გაჩვენებთ ხა, რას ვიყენებდი? ვიყენებდი აი ამას, ეს არის ევროშის ვანილა ბურბონ, ხო, ვანილის დამატენიანებელი ტანის კრემი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა, არც ისეთი კაი სუნი არ აქვს, როგორც ველოდი. ნუ კაი სუნი აქვს, მაგრამ რაღაც ძალიან მძაფრი ვანილის სუნი აქვს. მე მიყვარს ვანილის სუნი, მაგრამ ეს ისე ძალიან I don't know. და თან არ შრება, არ კანზე, ანუ ისე სწრაფად არ შრება და ეს ძალიან სწრაფად შრება და ისეთი კაი სუნი აქვს. მაგაზე ბევრად უფრო მეტად მომწონა, ესეც რომ ძალიან დიდი მადლობა. თუ მიყურებთ ჩემო მეგობარო, ძალიან დიდი მადლობა. ეხლა წასულია ცხოეთში და ვაი, დავდოთ აქ. ეხლა წასულია და რა ვიცი. მადლობა, კაი ყოფილა მართლა აი. რაღაცა ამის გადაკეთე ჩავმიტანა ბევრი რაღაცა. გონი ვლოგიც მაქვს, ვიდეოშიც მაქვს კადრინა ჩვენები. ეს არ მახსოვს კონკრეტულად გაჩვენოთ თუ არა, ამის გადაკეთება ბევრი რამ ჩავმიტანა, მოკლედ ჩემო დაკავმა და მათ შორის ესეც. იმიტომ ციცის ხომერეები მიყვარს და არ ვიცი. ძალიან გიშდები მოკლედ და ძალიან კარგია სამომეწონა. მათ შორის ეგ ბევრი რამ ჩავმიტანა კიდევ. კიდევ ის ტანის კრემი და ამას საოცარი სუნი და ეს მაციუარში მინდევს ვაცილიდან გამოვიღე. ზოგადად ზაფხულში ტანის კრემები მინდევს ხოლმე ყოველთვის თითქმის მაციუარში, იმიტომ რომ ვიცი რომ ასეთ ტანის კრემებს არ ჭირდება მაციუარი, იმიტომ რომ ესეთი ფორმულა აქვს რომ არ ჭირდება, მაგიტო არ მინდევს მაციუარში, მინდევს იმიტომ რომ ზაფხულში ზოგადად და ზამთარშიც ეს უფრო სასიამოვნოა და ეს უფრო კარგია რო წაისვა ტანზე, იმიტომ რომ ჯერსი ძალიან აგრილებს და მეორე ძალიან უფრო მეტად ამშვიდებს კანს, რატომღაც ეგრე მგონია. მე არ მაქვს ისედაც გააღიზიანებული ესეთი კანი არ მაწუხებს, ხოლმე მარწყვის კანი და რაღაცები რო აქვს, ეგეთი არ მაქვს, მაგრამ ისედაც მგონია რომ ეს უფრო კაია და ამას ძალიან კაი სუნი აქვს. შორის ძალიან კაი სუნი აქვს, სუნამოსი, მაგრამ მაინც იმ ტანისზეც არჯობია, მე პირველად დავტესტე ცხოვრებაში ტანისზეთი და ყოველთვის ტანის კრემს ვიყენებდი, მაგრამ თურმე ტანისზეთი ჯობია ტანის კრემს. ბობსიკა თავის დივანზე რომ წამოქორებულა, ამას ამჩნევ ალბათ. რაო დედა, აქ იმდილად წევხარკო. და ყველაზე ხშირად კიდე რაც ვიყენებ, ეს არის ვაზელინი. ნახეთ. ანუ ეს ჩანთაში ჩასდებია და ეს არის დიდი ზომის ვაზელინი. კიდე მქონდა ერთი და ეს არ ვიცოდ არის. შორის ტუჩზე, ანუ ბლესკი არ არის კარგი სიტყვა. მეორნაირად რა ქვია. ბალმის თუ რაღაცის თუ რასაც ეძახიან, მაგივრადაც ძალიან კარგია ეს ვაზელინი. მაწუხების შემშალი არ მაწუხებს, მაგრამ მაწუხებს იცით ის შემშალე, აი ამისი იდაყვებისა. ამისი და ამისთვის ძალიან კაია. ხო. ვაზელინი ძალიან მიყვარს. ანუ ეს თითქმის ამას თითქმის წერილი აქვს აღებული და ნუ ეს კიდევ ნუ ესეც კარგად მაქვს გამოყენებული. და ესეც მინდავს მაციუარში, ოღონდ არ ვიცი რატომ.